რა ხდება ბაზარზე და რისთვის უნდა მოემზადონ დეველოპერები, რისთვის უნდა მოემზადოს მთლიანად ბიზნესი. გალტენ დაგარტის განახლებულ კვლევაზე და დეტალებზე სასაუბრო სტუდიაში მოვიწვიეთ ზუკა თავყელიშვილი, ზუკა გახლავთ გალტენ დაგარტის ასოცირებული მკვლევარი და ჩვენთან ერთად არის საბა ჩახვაშვილი, რომელიც გალტენ დაგარტის უფროსი ანალიტიკოსია. დილამშვიდობისა და მადლობა მობრძანებისთვის. ზუკა, გავხსნელი კითხვისთვის, რომ ვისაუბროთ ძირითად მიგნებებზე და ტენდენციებზე, რაც არის გამოკვეთილი საოფისე და სავაჭრო უძრავი ქონების ბაზარზე. რას გვეტყოდით? მოგესალმები გიორგი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. უკვე აღნიშნული იყო, თუმცა ხას გაუსვამ, რატო ჩავთვალეთ, რომ დროული იყო ამ კვლევის მიწოდება ბაზრისთვის. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ხედვით ორივე, როგორც საოფისე, ასევე სავაჭრო მხარე, საკმაოდ გარდამავალ ფაზაში არის და მომავალ წლებში დაგეგმილი პროექტების ფონზე რაც ჩანს არის, რომ მიწოდების ტემპი მოსალოდნელია, რომ დაჩქარდება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს ძირითადი მიგნებები საჭირო იქნება ბაზრის თითოეული მონაწილისთვის, რომ რიცხვებზე და მონაცემებზე დაყრდნობით უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღო. რომ ცალ-ცალკე რომ შევეხო, მოკლედ საოფისე ნაწილით რომ დავიწყო. რეალურად პირველად მოხდა ისე, რომ მთლიანად თბილისის მასშტაბით შევაფასეთ საოფისე სივრცეები და ვნახეთ, რომ 2025 წლის ბოლოს 1,900,000 კვადრატული საოფისე სივრცე ჰქონდა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვი არის და 4 ძირითად კატეგორიად დავყავით ეს ყველაფერი. პირველი ყველაზე მცირე კატეგორია არის coworking სივრცეები, მოგეხსენებათ საკმაოდ პატარა ფორმატია, თუმცა ბოლო წლებში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. მეორე და მთავარი ფოკუსი რაზეც ჰქონდა არის გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრები, ანუ ცალკე მდგომი საოფისე შენობები, რაც დაახლოებით 360,000 კვადრატული მეტრია. შემდეგ მოდის საკუთრებაში მყოფი ბიზნეს ცენტრები და ბოლოს ყველაზე დიდი კატეგორია არის კორპუსებში არსებული ოფისები. ეს ზოგადად ყველაზე უფრო ფრაგმენტირებული და ნაკლებად აღწერილი კატეგორია არის. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე მოკლედ ჩვენ შევაფასეთ და ვნახეთ, რომ დაახლოებით 1,000,000 კვადრატული მეტრის საოფისე სივრცეები გვაქვს თბილისის მასშტაბით საცხოვრებელ კორპუსებში. საინტერესო ფაქტი არის, რომ აქედან თითქმის ნახევარი დატვირთულია დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 500,000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელ კორპუსებში. თუმცა ამ მიწოდების დიდი ნაწილი მდებარეობს ძველ კორპუსებში, ანუ 2012 წლამდე აშენებულში და მხოლოდ 35% მდებარეობს ახალში. აქვე ვიტყვი ბარემ, რომ კორპუსში ოფისის ქირაობის ერთ-ერთი მთავარი მოტივი ფასი არის, რაც კვლევაშიც გამოჩნდა, ეს არის საშუალოდ $13, რაც თბილისის მასშტაბით გვაქვს. და როდესაც ეს შევადარეთ სხვა ბიზნეს ცენტრების მიმდინარე ფასებს, აქ უკვე ბიზნეს ცენტრებს სხვადასხვა კლასებად უყურებთ. მაღალ კლასში ორჯერ უფრო მაღალი არის, $28 არის მიმდინარე ქირები, საშუალოში 17 და ბიუჯეტურში 11. შესაბამისად, მაღალ კლასს დიდად კონკურენტუნარიანად არ აღვიქოთ კორპუსებისთვის, თუმცა საშუალო კლასს რაც შეეხება, საფასო კატეგორიით საკმაოდ ახლოს დგანან და ასევე ვფიქრობთ, რომ ბიზნეს ცენტრები თუ დამატებით ბენეფიტებს შესთავაზებენ კორპუსებში მოიჯარებს, რაც შეიძლება იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ცალკე მდგომი შენობა, ერთიანი მენეჯმენტი. მზარდი მიწოდებისთვის ძალიან სწორი პასუხი იქნება დატვირთულობის გასაზრდელად. ზუკა, ერთ-ერთი მიგნებათაგანი არის, რაც ბზანეთ კიდეც კომენტარში, იგივე გიორგი უპრაშვილმა ისაუბრა გარდამტეხ პერიოდზე, რომელიც უკავშირდება აღნიშნულ ინდუსტრიას. საუბარია 2026-28 წლებში საოფისე უძრავი ქონების მიწოდების დაზე და წამყვანი საინვესტიციო ბანკის რეკომენდაციებს შორის არის, რომ უნდა მოხდეს მიწოდების დროებით დაპაუზება. თქვენი აზრით, როგორ ხდება ბაზარი ამას და რა მოხდება თუ 2029-31 წლებში მიწოდების და მაინც გაგრძელდება? მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ, რომ კონტექსტი სრულად გასაგები იყოს, რომ გადავხედოთ საოფისე ბაზარს 2019 წელს, სადაც იდგა საშუალო ვაკანტურობის დონე ჰქონდა 10%, რაც საკმაოდ ჯანსაღი ნიშნული არის, უნდა აღვნიშნო. ამის შემდეგ 2019-25 წლებში მიწოდება საკმაოდ სწრაფი ტემპით გაიზარდა და ზრდის ტემპი იყო 56% ჯამურად, ძირითადად ეს იყო იმის გამო, რომ მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრები, რაც 2019 წლამდე საკმაოდ ლიმიტირებული იყო ბაზარზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა, გასამაგდა მათი მოცულობა. თუმცა მეორე მხარეს მოთხოვნას თუ შევხედავთ, ამავე პერიოდში მოთხოვნა მიწოდების ზრდის ტემპს გადააჭარბა. აქ
ორი მთავარი სექტორი იყო, რამაც ეს გამოიწვია. ერთი იყო IT სექტორი, სადაც ამ პერიოდში 120% იყო გაზრდილი დასაქმება, მეორე ფინანსური სექტორი, თითქმის 30%-იანი ზრდა ჰქონდა. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი სექტორის ზრდამ IT-ვისა გაზრდილი მიწოდება. შესაბამისად, ვაკანტურობა შეგვიმცირდა 6.6%-მდე, როგორც უკვე აღნიშნე, თუმცა მომდევნო 3 წელიწადში დღეს უკვე დაგეგმილი პროექტების ფონზე ველოდებით, რომ მინიმუმ 100,000 კვადრატული მეტრის ახალი ბიზნეს ცენტრები გამოვა. შესაბამისად, ეს არის 28%-იანი ზრდა დღევანდელ ნიშნულთან შედარებით. მეორე მხრივ თუ შევხედავთ მოთხოვნის მხარეს, აქ დასაქმების პროგნოზით, ჩვენ ეს დასაქმებულთა რაოდენობა შემდეგ უკვე რაღაცნაირად თარგმნეთ ოფისებზე მოთხოვნაში, ანუ რამდენი კვადრატული მოთხოვნა გაჩნდება და ეს ორჯერ უფრო ნაკლები ტემპი იქნება, 14%. ანუ მიწოდება მოთხოვნაზე ორჯერ გაიზრდება მომდევნო 3 წელში. რაც გამოიწვევს ვაკანტურობის ზრდას. და ამის შემდეგ უკვე იმისათვის, რომ ბუნებრივი მოთხოვნის პირობებში, როდესაც ბუნებრივი მოთხოვნა ორგანულად იზრდება, იმისთვის, რომ ამან აითვისოს ბაზარზე გაზრდილი მიწოდება, ვფიქრობთ, რომ 2029-31 წლებში ახალი მიწოდება დროებით უნდა დაპაუზდეს. ეს დროებითი დაპაუზება, ნაფიქრი როგორ იყო ზუკა საბათ, ერთად რომ მითხრათ, ანუ საბოლოო ჯამში ალბათ ისევ ნებართვებს უკავშირდება, ხო? უკავშირდება, პირველ რიგში ბიზნესის გადაწყვეტილება, რომ ახალი პროექტი დაგეგმოს და აღარ მიაწვეს, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებად ჭარბად მიწოდების კუთხით, მაგრამ ალბათ რაღაცა სხვაც უნდა ჩაეროს. რა თქმა უნდა, მეორე მხარე არის უკვე ვინც გასცემს ამ ნებართვას და ვინც საბოლოო ჯამში პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ თუ ესე შეიძლება ვთქვათ, ბაზრის უხილავმა ხელმა ბიზნესს უნდა უბიძგოს, რომ ცოტა ხანი დაპაუზდეს ახალი მიწოდება, თუმცა ბუნებრივია თუ ასე არ მოხდა, ვაკანტურობის დონის 10%-მდე ჩამოსვლას ვერ ვთვალთ. ახლა კი რაც შეეხება სავაჭრო უზროვქონებას, თბილისში ჩვენ გავაანალიზეთ ძირითადი სავაჭრო ფორმატები, ესენი არის ბაზრობები, სავაჭრო მოლები და ცენტრალური სავაჭრო ქუჩები. ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებში მოვიცავთ რუსთაველს, ჭავჭავაძეს, პეკინსა და აღმაშენებლის ტერიტორიას. ხოლო ეს სამივე ფორმატი ჯამურად შეადგენს 1.3 მილიონ კვადრატულ მეტრ გასაქირავებელ სივრცეს, საიდანაც მესამედი მოდის სავაჭრო მოლებს. სავაჭრო მოლები გახლავთ ზუსტად ჩვენი ძირითადი ფოკუსის საგანი. გამომდინარე აქედან მიმოვიხილავ ახლა სავაჭრო მოლების მიწოდებას, რომელიც დავყავით ორ ნაწილად. ერთი არის მთავარი მოლები, რომელშიც გავიყვანეთ 5 ძირითადი მოთამაშე თბილისის ბაზარზე. ესენი არიან თბილისის მოლი, East Point-ი, გალერეა მოლი და City Mall საბურთალო და City Mall გლდანი. ხოლო მეორე ნაწილში უბნის მოლები, რომლებიც ძირითადად ემსახურება ლოკალურ მოთხოვნას. მათ ორივეს დინამიკას რო შევხედოთ, შეგვიძლია დავყოთ 3 ფაზად. პირველი ფაზა ეს გახლავთ სწრაფი ზრდის ფაზა, როდესაც 2011 წლიდან 2019 წლის ჩათვლით გაიზარდა ბაზარი და შემოვიდნენ ეს 5 მთავარი მოთამაშე ბაზარზე. 2020 წლიდან 24 წლამდე ბაზარს სტაგნაცია იყო. არ გახსნილა არც ერთი მთავარი მოლი და მხოლოდ მცირედით გაიზარდა უბნის მოლები. ახლა კი ვიმყოფებით მესამე ზრდის ფაზაში. 2025 წელს გაფართოვდა City Mall East Point-ი. East Point-ი City Mall ფართოვდება. ეგ შემდგომ არის 2030-ში დაგეგმილი. 2025 წელს გაფართოვდა East Point-ი და დაემატა Outlet Village-ი მიწოდებას. ზუსტად. 2030 წლისთვის კი რამდენიმე მსხვილი პროექტია ასევე pipeline-ში, რომელიც განხორციელების შემთხვევაში 140,000 კვადრატულ მეტრს დაამატებს ბაზარზე. აქედან 60% მოდის არსებული მოლების გაფართოვებაზე და 40% ახლის დამატებას. გარკვეულწილად ის რომ არსებული მოლები ფართოვდებიან, ერთგვარად კაი ინდიკატორია იმისა, რომ არსებული მოთამაშეები ბაზარზე გრძნობენ ძლიერ მოთხოვნას და შესაბამისად თავადვე გადაწყვეტეს გაფართოვება. და ახლა რომ მოთხოვნაზე გადავიდე, მოთხოვნის ძირითადი ფაქტორი გახლავთ საცალო ვაჭრობა, რომელიც 2019-დან 25 წლამდე გაორმაგდა და მიაღწია 28 მილიარდ ლარს, საიდანაც ძირითადი ნაწილი მოდის ადგილობრივების დანახარჯებზე, ხოლო 15% ტურისტების დანახარჯებზე საცალო ვაჭრობაში. საბამ, მიმოხილვისას თქვენ რომ გამოყავით ორი მნიშვნელოვანი კომერციული ობიექტი, East Point-ის და Outlet Village-ის სახით. ხომ რა გვაქვს დეტალური ინფორმაცია
როგორ მოხდა დატვირთვა, ანუ შეივსო, ანუ საოპერაციო ნორმალურად მიდის ყველაფერი. ზუსტად ეგეც ინდიკატორია ალბათ. რო გადავიდეთ, კი ბატონო, მოთხოვნა ძლიერია საცალო ვაჭრობაში, შესაბამისად მოლების ოპერირება უკეთესად მოპერირებენ, რამაც ვაკანტურობა შეამცირა 2024 წლისთვის 5.3%-ზე, ხოლო ახლა 2025 წლისთვის ავიდა 6.6%-ზე ვაკანტურობა, რაც გამოწვეულია ზუსტად მათი ბაზარზე გამოჩენით. რთულია ხოლმე რომ მოლი ერთ წელიწადში სრულად დაიტვირთოს. შესაბამისად პროცესია ეგ და ხო, ბრენდების პროცესია, შესვლის თემა, ბრენდების და დაკავების ფართების, შესაბამისად მოწყობის ასე რომ სრულიად ნორმალური პროცესია და ვაკანტურობა ჯანსაღი დაბალი ნიშნულით შემოიფარგლება 6.6%-ზე. ბრუტავადაროდ სავაჭრო ფართები და საოფისე ფართები. ანუ კომერციული თვალსაზრისით გალტენტაგარტის რეკომენდაციებიდან რა, ანუ ამ მიგნებებიდან გამომდინარე, რაც თქვენ მიმოიხილეთ საბა, რა ძირითადმა რეკომენდაციებმა მოიყარა თავი თქვენი მიმართულებით და სუკა შემდეგ რო გადავიდეთ, რა სხვაობა გამოდის საოფისე ფართებს და სავაჭრო ფართებს შორის. საბა, გისმენთ თქვენს რეკომენდაციებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება გახლდათ გარდა იმისა, რომ ახლა ჩავხედეთ ადგილობრივ მოხმარებას, ასევე დავაკვირდით საზღვარგარეთ ქართველების ხარჯვას, რომელიც 4 მილიარდი ლარის მოცულობის არის, საიდანაც 36% მოდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, რომელიც 50% გახლავთ ლუქს ბრენდებზე. ხოლო ჩვენ საქართველოში ადგილობრივ მთავარ მოლებში წარმომადგენლობა ყავს მხოლოდ 2%-ში. შესაბამისად, შესაძლებელია რომ ეს რეკომენდაცია გავხსნათ, რომ ლუქს ბრენდები მეტი გვინდა რომ ვიხილოთ საქართველოს ბაზარზე, რადგან ტოპ 10 ბრენდს რომ შევხედოთ დღეს საზღვარგარეთ ფიზიკურად მოვაჭრეებსაც მათგან არც ერთი არ არის წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე. შესაბამისად, სივრცე არის, რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო მიგნებაა ეს ყველაფერი, რომ რეალურად საქართველოში არსებობს მოთხოვნა ქართველების მხრიდან ლუქს ბრენდებზე და ვფიქრობთ, ბუნებრივია რომ ამ რაც აღნიშნა 4 მილიარდამდე იყო დანახარჯებიდან მთლიანად საქართველოში დატოვების ილუზია არ გვაქვს, იმიტომ რომ მოგზაურობისას ტურიზმის ერთ-ერთი გამოცდილება შოპინგიც არის. თუმცა როგორც უკვე საბამ აღნიშნა, ეს ბრენდები საქართველოშიც რომ იყოს წარმოდგენილი, ბუნებრივია რომ მოსალოდნელია ამ თანხის რაღაც ნაწილი აქ დარჩება და შესაბამისად აქვე დაიხარჯება. ოფისების მხარეს იგივე პარალელი რო გავალოს სეგმენტურად. აქ უფრო კომპანიების დონეზე თუ ჩავალთ, შევხედეთ ვინ ქირაობს საოფისე სივრცეებს სხვადასხვა კლასების მიხედვით. და რაც ვნახეთ ბიუჯეტურში და საშუალოში ძირითადად ადგილობრივი კომპანიები არიან წარმოდგენილნი, თუმცა მაღალ კლასში ეს სურათი შემოტრიალებული გვაქვს და ყოველწლიურად მზარდი გვაქვს უცხოური კომპანიების წილი. 2025 წელს მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრებში გაქირავებული ფართის 2/3 ეჭირათ უცხოურ კომპანიებს. მეორე მხრივ თუ სექტორებს შევხედავთ, აქ ყველაზე დიდი სექტორი არ იქნება გასაკვირი, რომ ფინანსური სერვისებია, კომერციული ბანკები და ასევე სხვადასხვა მიკროსაფინანსო და სადაზღვევო კომპანიები, თუმცა ძალიან საინტერესო ტენდენცია გამოჩნდა IT მიმართულებით, სადაც მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრებში 2019-დან 25 წლამდე მათი წილი 1%-დან 23%-მდე გაიზარდა. ანუ 2025 წელს ორი ყველაზე დიდი სექტორი მაღალ კლასში ჰქონდა IT და ფინანსური სერვისები. შესაბამისად, აქაც თუ რეკომენდაციის დონეზე უნდა დავიყვანოთ, მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრებისთვის კონკრეტულად, ვთვლით რომ ახალი უცხოური ძირითადად IT კომპანიების შემოსვლა ქვეყანაში იქნება დამატებითი ზრდის პოტენციალი. სუკა, საბა, გეგმავთ ანალოგიურის მომზადებას კვლევების თავისი მიგნებებით საქართველოს სხვა რეგიონებთან მიმართებით იქ აქტიურდება ეს თემატიკა. ვერ ვიტყოდი რომ ისეთივე ტემპით როგორც თბილისში, ვისურვებდი რომ ისეთივე ტემპით იყოს როგორც თბილისში არის მოთხოვნა, მაგრამ ფაქტია სავაჭრო მოლების მიმართულებით მუშავდება ქუთაისის და ბათუმის მიმართულება ძალიან აქტიურად. მარტო 3-4 პროექტი რაც მე ვიცი რეკონსტრუქციის და ახალი სავაჭრო ცენტრებისა ამ ორ ჩამოთვლილ ქალაქშია და ვიცი საოფისე ფართების გააქტიურება
ბათუმის გარდა, როგორც ქუთაისში, ასევე რუსთავში. შეიძლება ვცდები და ეს უბრალოდ ინფორმაციის დონეზე. გისმენ ზუკა და მე საბათუმე. ცალკეული პროექტები რამდენიმე მთავარ ქალაქში არსებობს, თუმცა თბილისი ლოკომოტივია ხოლმე ბუნებრივია ასეთ პროცესში და შემდეგ უკვე თბილისზე დაყრდნობილ გამოცდილებაზე სხვა ქალაქებშიც ხშირად იგივე პრაქტიკა გადაიღება ხოლმე. ბათუმი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება, რასაც სამომავლოდ აუცილებლად დავფარავთ, როგორც საოფისე, ასევე სავაჭრო მხარეს. ქუთაისიც ბუნებრივია არა მხოლოდ კომერციული, არამედ ლოგისტიკის მხარესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელ პუნქტადაც აღიქმება და შესაბამისად ტრანსპორტის, სასაწყობე მეურნეობის, ლოგისტიკის სექტორების გააქტიურების ფონზე ძალიან საინტერესო ქალაქები არის და სამომავლოდ აუცილებლად შემოგთავაზებთ ასეთ კვლევებს. რაც შეეხება სავაჭრო უზრუნველყოფაში, მთავარი მიწოდება თავმოყრილია თბილისის ტერიტორიაზე, მაგრამ აქტუალური ხდება ბათუმის ბაზარი, ასევე ქუთაისის და რეგიონებიც. ახლო მომავალში ალბათ ვიხილავთ რეგიონების კომერციულ კვლევასაც, რადგან საკმაოდ საინტერესო ტრენდები და მიწოდების ზრდა იგეგმება. მადლობა დიდი მობრძანებისთვის და ანალიზისთვის და იმიგნებებისთვის. ზუკა თავყელიშვილს, გალტენ ტაგარტის ასოცირებულ მკვლევარს. ხშირად ვიხილავთ ასევე საბა ჩახფაშვილს, იგი გალტენ ტაგარტის უფროსი ანალიტიკოსი გახდა.